შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები ინდივიდუალურად განიხილავს თითოეული დევნილი ოჯახისთვის ფართის საკუთრებაში გადაცემის საკითხს. ამ შინაარსის აბსოლუტურად იდენტური წერილები ალექსეევკის დევნილთა დასახლების თითქმის ყველა დევნილმა სამინისტროდან საკუთარი განცხადების პასუხად მიიღო. დევნილები დღემდე ვერაფრით ვერ არკვევენ, ვის ეკუთვნის ტერიტორია, სადაც უკვე 20 წელია გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ. გარაჟების დასახლებაში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტიც კი არ მოძრაობს, დევნილებს წყლისა და კანალიზაციის პრობლემა წლების განმავლობაში აწუხებთ. ძალიან ცუდ დღეში ვარ, დავით ანჯეთ მართლა არ ვიცი, არავინ ყურადღებას არ გვაქვს, საერთოდ არავის არ მაინტერესებს. ზემო ალექსეევკის დევნილთა დასახლებაში მეცხრე არხის გამოჩენას არავინ ელოდა. როგორც აქაურები ამბობენ, ყოფილი გარაჟების ტერიტორიაზე წლების განმავლობაში არც მთავრობის წარმომადგენლები მოსულან და არც ჟურნალისტები. პატარა დასახლებაში, სადაც აფხაზეთიდან დევნილების 20-მდე ოჯახი ცხოვრობს, უამრავი პრობლემა ერთდროულად აწუხებთ. ფეკალური მასები გადმოსულია, ეს მყრალი სუნი ხომ დგას, არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. სამინისტროში რო ვрекავ, დევნილთა სამინისტროში გვეუბნებიან, გადავცემთ რა როდემდე შეიძლება რომ გადასცე, ხო? გვიწევს გარეთ გაასულა, ხეებს ამოფარებულები არ მერიდება და ძალიან ცუდ დღეში ვარ. ავარიული შენობის საერთო საპირფარეშოში კანალიზაციის სისტემა უკვე წლებია გაჭედილია. ტუალეტის უქონლობის გარდა აქაურებს აუტანელი სუნი და ვირთხებიც აწუხებთ. ჩემშვილს უკბინა ფეხზე მეხუთე საავადმყოფოში წავიყვანა და ნემსები გაუკეთეთ იქ. ეს არის დასალევი წყალი. ეს დეკემბრის მერე ასეთია ეს წყალი, ეს არის მეორე სართულზე, ჭია მოყვება, ხოჭოები რა ვიცი. როგორც დევნილები ყვებიან, მათი დასახლების მიგნება სასწრაფო დახმარების მანქანასაც კი უჭირს. ელემენტარული მისამართის ახსნა გვიჭირს და რამოდენიმე კილომეტრის ფეხით გავლა გვიჭირს, რომ დავხვდეთ. მე ეს ხო არის იქნებ ზოგჯერ ისე ცუდათა ადამიანი. გაუსაძლისი პირობების თუ საკუთრების უფლების საკითხზე გაგზავნილ ათეულობით წერილზე დევნილები სამინისტროსგან პასუხად ზუსტად ერთსა და იმავე ტექსტს იღებენ. სადაც ნათქვამია, რომ თითოეული მათგანის საკითხი ინდივიდუალურად გადაწყდება, თუმცა პრობლემების მოგვარების გზები ან ვადები მითითებული არ არის. არავინ არ არის ჩვენი პატრონი, ამას მივხვდი მე, მეტი არაფერს. ალექსეევკის დევნილთა საკითხზე მეცხრე არხმა დღეს დევნილთა სამინისტროს მიმართა. პასუხად წერილობით გვაცნობეს, რომ სამინისტრო ამჟამად აწარმოებს ზემო ალექსეევკის ყოფილი გარაჟების ობიექტის შესწავლას, რის საფუძველზეც გახდება ცნობილი იქნება თუ არა შესაძლებელი მისი დაკანონება და რეაბილიტაცია.